სოციალისტ სტუმარია მეუფე პეტრე წავა. მეუფე მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თქვენთან ბუნებრივია დავიწყებთ საუბარს იმ დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ყველა მერთად მოვისმინეთ მცხეთაში სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობ. ჩვენ ვნახეთ რომ პროკურატურის ვერსიის არ სჯერა მეუფე ვახტანგს და დამნაშავეებს ასევე ვერ ხედავს მეუფე მელქისედეკი. რას ნიშნავს ეს განცხადებები მეუფეების მხრიდან? როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა გავიგოთ ეს ასე თქვათ კომენტარები, ეს განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან? მოგესალმები ანა, გილოცავთ სვეტიცხოვლების დღესასწაულს, საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლი შეეწიოს სრულად საქართველოს. მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ რაც მოვისმინეთ აღნიშნული მეუფეების მხრიდან განცხადებები, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ესე უნდა საუბრობდეს მღვდელმთავარი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვიტყოდი რომ საჭიროა უფრო მეტი პირდაპირობა და სიმტკიცე. ხა ის რომ პროკურატურის არათუ მეუფეს, კონკრეტულ მეუფეს არ ჯერა, არამედ სრულიად საქართველოს არ ჯერა და ჩვენ ვიხილეთ გადაყენებული მთავარი პროკურორი, შემდეგ ისევ დაბრუნებული ჩვენ ხედავთ წლების განმავლობაში უამრავ თაროზე შემოდებულ საქმეებს თუ ფრაზას მიმდინარეობს გამოძიება და ასე შემდეგ. ციანდის საქმემას დაგვანახა, რომ აბსურდია დაუშვათ აღნიშნული პროკურატურის მხრიდან რომელიმე სახელმწიფო მნიშვნელობის გახმაურებული საქმის სრულყოფილად გამოძიება. არ არსებობს ესეთი, არ არსებობს რაფალიანცის საქმიდან მოყოლებული და ასე შემდეგ. მეუფე პეტრე, თქვენ გასაგებია თქვენი პოზიცია, თქვენ ერთგვარ აი ბოლო წვეთა დაინახეთ ეს კარტოგრაფების საქმე, გულისხმობ ამან განაპირობას სწორედ მეუფეების მსგავსი განმარტებები, იმიტომ რომ თქვენც არაერთხელ გისაუბრიათ რომ ელოდებოდით აი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე სინოდის წევრების მხრიდან ერთგვარად ხმის ამოღებას. არის თუ არა ეს ბოლო წვეთი, რის შემდეგაც და არის თუ არა იქნება თუ არა ეს ტალღა, როგორია თქვენი პროგნოზი, რომლის შემდეგაც სასულიერო პირები, უმაღლესი სასულიერო პირები არ გაჩერდებიან. უნდა ველოდოთ თუ არა ამ ტალღას? არა, ჩვენ ტალღა იქნება მაშინ სარწმუნო, როდესაც წმინდა ამბროსი ამხსარებლის სული, რომელიც იყო პირდაპირი თავისუფალი დამოუკიდებელი პატრიარქი და შეყვარებული თავის ერზე და თავგანწირული, სანამ ეს თავგანწირულობა არ გვექნება და სანამ საბჭოთა მემკვიდრეობა არ დამთავრდება და საბჭოთა იერარქია არ მოისპობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს მხოლოდ რაღაცითი ორმაგი სტანდარტი არის და უშე წინასაარჩევნო პერიოდია და ამის გარდა მღვდელმთავრები ძალიან ბევრი გამოჩნდებიან, თუ ცვლილება მოხდა, თვით პატრიარქს ახასიათებს ესეთი გამოთქმა სწრაფი რეაგირების კულტურა და როდესაც აი შეიცვალა ხელისუფლება და უშუალოდ იგივე ვარდების რევოლუციის დროს და სხვა შემთხვევებში მან ძალიან სწრაფად მოახერხა რაღაც გადაწყობა ხელისუფლების საამებლად, ისევე როგორც კომუნისტურ პერიოდში ის იყო მიჩვეული ამას ძალიან კარგად და აპრობირებული მეთოდია მისთვის ძალის წინაშე როგორ მოიყაროს ქედი და ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უფრო მეტის მე მახსოვს 2012 წელს მაგალითად დავასახილებ ძალიან სამარცხვინო სახეს ჩვენი დედა ეკლესიისა მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომელიც 2012 წელს არჩევნების წინა დღეს მეუბნებოდნენ დეპუტატები, რომ ესე იგი გვაქებდა, გვადიდებდა, განადიდებდა ქვეყნის ხელისუფალს და პირველ პირს მათ შორის და 1 ოქტომბრის საღამოს მაპატიეთ, ესე იგი ხო 2 ოქტომბრის საღამოს, 1 ოქტომბერს ხო არჩევნების საღამოს ღია დაუწერა და ამის დედა აგინა, ესე იგი უკვე ძველ ხელისუფლებას. ანუ ამი დაამტკიცა, რომ აი მე უკვე აღარა ვარ ძველი ხელისუფლების მომხრე და თქვენიანი ვარ და რაღაც გაოგნებულები იყვნენ ასეთი სწრაფი ფერის ცვალებით. ეს ფერის ცვალება ჩვეულებრივია. ჩვენ არ უნდა ქრისტიანულ ღირებულებებს არ უნდა ვიცვლდეთ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. არა ამ ქვეყნიურია ჩვენი მეუფება და აი აქ არის ჩვენი პრობლემა, რომ ქრისტეს სული, არა ამ ქვეყნიური სული აკლია დედა ეკლესიას. კიდევ ერთ მიმართულებაზე მინდა გითხოთ, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ იგივე მეუფე ვახტანგისგან, ცურტაველი მიტროპოლიტისგან. მან თქვა ასეთი რაღაც, რომ ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვეტს არჩევნები, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში ეროვნული ღირებულებებით. აი თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება, ასეთი პირდაპირობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საერო ხელისუფლებას ეხება, ასეთი პირდაპირობა საჭიროა? ახლა თქვენ როგორ გონიათ ამ თემასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, საჭირო პირდაპირობა უფრო მეტია და ამ კუთხით, როცა ეროვნულ ხელისუფლებას ვახსენებთ, მაშინ პირველ რიგში უნდა დავგმოთ ჩვენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობა და მონაწილეობა პირადად კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიისა დაუშვათ ამ ისტორიის რაღაც შავბნელ ფურცელში.
ეროვნული ხელისუფლებასაც დაემხოდა იარაღით მოსული ეგრეთ წოდებული პუჩისტების მხარეს აღმოჩნდა ეკლესია და პატრიარქი. მაშინ როდესაც ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ დაუშვათ და ამას დემოკრატია დაცხადებდნენ და ლამის სატანის განდევნად დონეზე აღნიშნავდნენ და ზეიმობდა მთელი საპატრიარქო 92 წლის შობის დღესასწაულს. ჯერ ეს უნდა დავგმოთ, მაგრამ ის რომ მართლაც გაგრძელება დაუშვათ ესე აღარ შეიძლება და ქვეყნის რეგრესი უნდა დამთავრდეს, ამაში ფიქრობ რომ მთელი ერი ერთსულოვანია. ახლა როდესაც კვლევები გვიჩვენებს რომ 90%-ზე მეტი აპირებს არჩევნებზე მისვლას, ეს უკვე ნიშნავს რომ ქართულ ერს სურს ცვლილება და მე უკვე ბოლო წვეთზე როდესაც გეკითხებოდით, აი ამ კონტექსტშიც მინდა გითხოთ, ანუ ეს ისეთი ბოლო წვეთია და ისეთი წითელი ხაზი აღმოჩნდა კარტოგრაფების საქმე, რომ აი სასულიერო პირების ნაწილისგან იგივე მეუფე ვახტანგის განცხადება, რაც ვნახეთ, უნდა ველოდოთ მსგავს პირდაპირობას, რომ ცვლილება უნდა მოხდეს და არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს სწორედ ეს და ახალი სახეები უნდა მოვიდნენ. აი ამ მიმართულებაზე მინდა რომ გითხოთ. სასურველია რომ ასე იყოს, მაგრამ ანათ აქ ძალიან მთავარი ის არის, რომ ცვლილებასთან ერთად ჩვენ უნდა მონაპოვარი ამ სასიკეთო ცვლილებისა თუ ღმერთი გვიწყალობებს, უნდა დავიცვათ. ანუ ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლება დაიბრუნა ხალხმა და ხელისუფლება უნდა იყოს, ესე ვთქვათ, დეპოლიტიზირებული ამ კუთხით და ზეპარტიული, რომ გამოძიება გამჭირვალედ ტარდებოდეს. არ იყოს გამოძიების პროკურატურის მიმართ, არ იყოს პოლიცია პოლიტიზირებული, არ იყოს პროკურატურა და მთავარი პროკურორი პოლიტიზირებული და კერძო ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს. ეს რა თქმა უნდა დემოკრატიული ღირებულებებია, დემოკრატიულად მმართველობა ხალხმა მართოს ისევე როგორც თვითმმართველობები დაუშვათ რეგიონებში აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და რაღაც არჩეული მერები არ უნდა ექვემდებარებოდნენ დანიშნულ გუბერნატორებს თუ ძალოვან სტრუქტურებს. აი ეს უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე უნდა დასრულდეს არაჯანსაღი ურთიერთობა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. რა თქმა უნდა, ცვლილებების მოლოდინშია მთელი ქართველი ერი. მეუფე პეტრე, რა თქვა დღეს მეუფე მელქისედეკმა? მან თქვა, რომ ის ვერ ხედავს დანაშაულს ამ საქმეში და ასევე თქვა ესეთი რაღაც, რომ მაშინ, როდესაც მღვდლები, რიგითი მღვდლები საუბრობენ ამ საქმეზე, ფაქტია რომ მაღალი იერარქები არ არიან საქმის კურსში გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. აი რა აჩვენა ამ ფაქტმა? იყო თუ არა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი რომ სინოდი შეკრებილიყო და ემსჯელა ამ საკითხზე და ინფორმირებულობა ყოფილიყო სათანადო დონეზე მაღალი იერარქების. მოდი მე ვიტყვი იმას, რაც მეუფე მელქისედეკმა პირდაპირ ვერ თქვა, რომ ეკლესია დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ პოლიტრაქს აქვს მითვისებული, აი როგორც არსებობს ტერმინი ხელისუფლების მითვისება საერო თვალსაზრისით, ასევე არსებობს ტერმინი და რეალობაა ეს, რომ პატრიარქს აქვს მითვისებული საქართველოს ეკლესია, რომ ის უკანონოდ მართავს საქართველოს ეკლესიას, რომ მან უკანონოდ დაასახელა მოსაყდრე, რომლის უფლებაც არ ქონდა და ამ უკანონობის ქვეშ იგივე წირვა დღეს, როდესაც მოსაყდრედ იხსენიება მიტროპოლიტი შიო, ეს უკვე უკანონობაა. ამ უკანონობას აჩვევენ სამღვდელოებას და ხრწნიან სამღვდელოებას, როგორც ზნეობრივად, ისე სულიერად. აი ეს არის იგივე კარტოგრაფების საქმე და ამ მღვდლის არქიმანდრიტის დავით გარეჯის არქიმანდრიტისა, რომლის წინამძღვარიც კათოლიკოს პატრიარქია და რომელსაც უშუალოდ პირდაპირ ესე იგი ეკისრება სრული პასუხისგებლობა დავით გარეჯის საქმეში, როგორც წინამძღვარს, როგორც სტავროპიგიანული მონასტრის ესე ვთქვათ მაკურთხევლას და წინამძღვარს უკანონოდ მართავს არადემოკრატიული რაღაც საბჭოთა მეთოდებით მართავს ეკლესიას და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ესე იგი რჯულის კანონი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს აჩვენა მრავალმა მოვლენებამ, მათ შორის გასული წლის წმინდა სინოდის ხდომამ, როდესაც უკანონოდ იქნა თქვენი მონადმორჩილი დასჯილი და ძალიან დიდი მადლობა. დღემდე არ ტარდება სინოდის ხდომა.